გამარჯობა, დღეს ჩვენი სტუმარია მალხაზ ხარჩილავა, ეკონომისტი, ჩემი მეგობარი. დღეს მე და მახო ვისაუბრებთ ეკონომიკურ სიტუაციაზე მსოფლიოში და საქართველოში. უფრო მეტად ვისაუბრებთ ცხადია ფილოსოფიური კუთხით და გავირკვევით, შევეცდებით გავარკვიოთ რა არის მოსალოდნელი მოკლევადიან პერსპექტივაში. თუნდაც დღეს რა შეიძლება იყოს პრიორიტეტული ამ მიმართულებით და ზოგადად საინტერესოა ძალიან თანამედროვე გამოწვევების პირობებში როგორ შეიძლება შეიცვალოს და რა ცვლილებებია მოსალოდნელი მახო შრომით ბაზარზე. ეხლა ეს თემა ზოგადად რა თქმა უნდა ადამიანი არ არსებობს, ვისთვისაც ეს თემა საინტერესო არ იყოს, იმიტომ რომ ეს ფაქტობრივად ის საკუთხედია რომელიც აბსოლუტურად ყველას ეხება. ეს იქნება ხელოვანი, იქნება ექიმი, იქნება იურისტი თუ არ აქვს მნიშვნელობა. ყველა ადამიანზე ავლენს ეს ზეგავლენას ახდენს ყველა ადამიანზე. და მოდი შევეცადოთ დავიწყოთ ზოგადად ტექნოლოგიური განვითარება როგორ აისახებოდა ადამიანზე ზოგადად ისტორიულადაც თუ გინდა და დღესაც რა არის შესაძლებელი ამ მიმართულებით რომ მოხდეს. სალამი ლევან, მადლობა რომ მომიწვიე. პირველად ვარ, თუმცა მეგობრები ვართ უკვე, მე მგონი 25 წელზე მეტია და ყველა თემაზე გვაქვს ფაქტობრივად ბევრი ასაუბრები. ეს თემა არის საინტერესო და იმ კუთხით არის საინტერესო, მე შემოგთავაზებ ეს სტრუქტურა ჩვენი საუბრის, რომ გარდა იმისა, რომ მხოლოდ ვისაუბროთ ამ საკითხზე, ისტორიული პარალელები რო გავავლოთ. კი ბატონო. რაც უფრო საინტერესოს გახდეს ჩვენ საუბარს და თან გარკვეულწილად არგუმენტირებულიც იქნება ჩვენი მოყვანილი მაგალითები და ასე თქვა პროგნოზი, თუმცა ამ საკითხზე ყველა შეუძლია საუბარი და ტექნოლოგიების ჩართულობით რა მომავალი ელის შრომის ბაზარს და შრომის ბაზარიდან გამომდინარე ეკონომიკას. ეს საკმაოდ ვრცელი თემა, შეგვიძლია რამდენიმე საათი დავუთმოთ, მაგრამ რაღაცა ძირითადი წერტილები რო შევაერთოთ რა. პირველი რაც აღსანიშნავია არის ხელოვნური ინტელექტი, რომელიც 2018-20 წლიდან უკვე აქტიურად იწყება მისი გამოყენება და ამ კუთხით არის ის ფაქტორი გასათვალისწინებელი, რომ ბევრი სპეციალობა ფაქტობრივად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. თუ მაგალითად პროგრამირება იყო რაღაც განსაკუთრებულად რთული შესასწავლი, შემდეგ დასასწავლი და უნარი სჭირდებოდა, ამ კუთხით ეს აღარ არის რაღაც ექსკლუზიური ცოდნა და შეუძლია რომ მაგალითად საიტი გააკეთოს ყველამ ვიც მეტნაკლებად მოხერხებულია და ერკვევა კომპიუტერში რაღაც პროგრამებში ხელოვნური ინტელექტი არის ძალიან ბევრი დიზაინის მიმართულებით თუ დიზაინერი ასევე განსაკუთრებული ცოდნა იყო და სხვადასხვა გრაფიკულ პროგრამებს მოითხოვდა. ეხლაც ანალოგიურად შესაძლებელი არის რომ ერთი პროგრამით გააკეთო ბევრი სხვადასხვა მიმართულების ისეთი მასალა და შემდეგ განათავსო მარკეტინგულ სივრცეში, მარკეტინგულ არხებში, რომელსაც შეიძლება სწავლაც არ ჭირდებოდეს, რამდენიმე წლიანი სწავლა ჩაანაცვლო ძალიან სწრაფად. აი ეს ცვლილებები ჯამში რეალურად ეს არ არის ასეთი გამოწვევების წინაშე კაცობრიობა არ ყოფილა დღეს შესაძლებელი ხელოვნური ინტელექტი წინა საუკუნეებში არ არსებობდა, თუმცა მსგავსი გამოწვევების წინაშე კაცობრიობა იყო. აი ძალიან ცოტა სიღრმისეულად რო წავიდეთ და ძველი დროს დაუბრუნდეთ რაღაც 1.5 მილიონი 2 მილიონი წლის შუალედში ადამიანმა რო მოათვინიერა ცეცხლი, ეს იყო ძალიან დიდი მნიშვნელოვანი რამ ადამიანის კაცობრიობის ცხოვრებაში, რადგან მას მოყვა მთელი რიგი ცვლილებები, როგორც ეკონომიკური, მაშინ შეიძლება ეკონომიკა იმ დონეზე არ იყო განვითარებული, თუმცა ეკონომიკა ჩანასახში რა თქმა უნდა ყოველთვის არსებობდა, იმიტომ რომ მომგროვებლობა არსებობდა, ნადირობა არსებობდა და ცეცხლმა ეს ერთგვარად მოაქცია რაღაც კალაპოტში. შემდეგ იყო მიწადმოქმედება, შემდეგ ამ ყველაფერს უკვე მოყვა დამწერლობა, რომელმაც ძალიან დიდი როლი
მიკონია ადამიანის განვითარებაში დააგროვა ცოდნა, დაასაბუთა, დაიწერა, შესაძლებელი შეიქნა, რომ რეალურად სახელმწიფოს ემართა, კანონები დაიწერა და ამ კანონებით ემართა და უკვე გარკვეულწილად ადამიანისთვის იყო ცხადი თუ რა ფორმაციაში უნდა ეცხოვრა ამა თუ იმ ქალაქ სახელმწიფოში. და მოკლედ შემდეგ მოვდივართ, შეგვიძლია პირდაპირ გავიაროთ და მოვიდეთ პირველი საბეჭდი მანქანის შექმნამდე. პირველი საბეჭდი მანქანა იყო ალბათ ეს ყველაფერი დაგროვილი, რაც კი იყო იწერებოდა, ამისი გავრცელება და ეს მონოპოლია ცოდნაზე და წიგზე, რომელიც ხელნაწერის სახით არსებობდა, ეს უკვე აღარ არსებობდა, დაგროვდა ცოდნა. ამ დაგროვილმა ცოდნა იფეთქა შემდეგ ამ შემდეგი საუკუნეების განმავლობაში და ძალიან სწრაფად შეგვიძლია მიგვიყვანა, ასე ვთქვათ, ინდუსტრიულ რევოლუციამდე რა. აი ამ ინდუსტრიულ რევოლუციები კი უფრო მეტნაკლებად გავს იმას, რაც დღეს შეგვიძლია რომ ვისაუბროთ, ხო? იმიტომ რომ აქამდე ალბათ ბევრი წყაროებიც არ გვაქვს და არც ინფორმაცია არ გვაქვს, მაგალითად რაღაც 1 მილიონი წლის წინ როგორ ცხოვრობდა ადამიანი და მეტნაკლებად არქეოლოგიური გათხრებით რაღაც შეგვიძლია მოგვიყვანოს. თუმცა ახლა ის რომ ფული არსებობდა, მონეტები არსებობდა და ეს გაცვლა-გამოცვლა და ვაჭრობა არსებობდა, ეს ფაქტები არსებობს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო კაცობრიობისთვის რა. გარდა იმისა, რომ გაცვლა ეს არ იყო მარტო საქონლის გაცვლა, ეს იყო ინფორმაციული გაცვლა, იმიტომ ვაჭრობა რეალურად ინფორმაციის გადატანაც არის, ხო? განსაკუთრებით, როდესაც ოკეანეში დაიწყეს უკვე გემებით მოგზაურობა და ამ სავაჭრო ხომალდები არსებობდა, სავაჭრო გზები არსებობდა, გარდა იმ საქონლისა, რომელსაც შეიძენდნენ აზიაში და შემდეგ ამერიკაში, ამერიკაში პრინციპში არაფერს ნაკლებად, უფრო დაპყრობითი ომებით იყვნენ დაკავებული. შესაბამისად ინფორმაცია იცვლებოდა. და კულტურაც იცვლებოდა. კულტურა, ინფორმაცია, ბევრი სიახლე შემოდიოდა ელემენტარულად აი საკვები პროდუქტები, ხო? ახლა დღეს რაც ქართულ კერძებში შედის, ის მიუტესობა რეალურად ამერიკიდან არის, ხო? მაგალითად ბადრიჯანი, პამიდორი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა. და ინდუსტრიული რევოლუცია, პირველი ინდუსტრიული რევოლუცია, რომელიც ინგლისში დაიწყო, რაღაცა ფორმით შეგვიძლია ის მოვიყვანოთ პარალელად რა. და რატომ? იმიტომ რომ უკვე არსებობს გარკვეულწილად ჩამოყალიბებული კაპიტალისტური წესი, კაპიტალისტური სისტემა და ინდუსტრიული რევოლუციამ გამოიწვია ის, რომ ჩარხებისა და ამ გარკვეულწილად დანადგარების ძირითადად საფეიქრო მრეწველობაში დიდი რაოდენობით მოხდა ხალხის განთავისუფლება და უმუშევრად დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ ეს შრომა იყო ძალიან მძიმე, აი ესეთი სამუშაოს დაკარგვაც მათთვის იყო ძალიან რთული. კოლაფსი გამოიწვია. ეხლა დღევანდელობაში რო გადმოვიტანოთ ეს ყველაფერი, აი ეს სიცხადე და გაურკვევლობა, რომელიც არსებობს, ანალოგიურად მაშინაც არსებობდა. მაშინ იყო დაჯგუფებები, რომლებიც დადიოდნენ და ამ დაზგებსა და დანადგარებს ანტურებდნენ. კი. იყო ასევე მნიშვნელოვანი გარემოება ის, რომ მათ ამ პერიოდში, ინდუსტრიულ პერიოდში, როდესაც დაიწყეს ქარხნებისა და დანადგარებში, ქარხნებისა და ფაბრიკებში მუშაობა ხალხმა, რეალურად მოსცილდნენ იმ რეალურ აი 1000 წლოვან ცხოვრების გარემოს და წესს, როგორც იყო მაგალითად მიწათმოქმედება. მიწათმოქმედება უფრო ისეთი თვალხილული არის მათთვის, დათესავ, დარგავ და ბოლომდე ჰქონდათ ამ პროცესის თვალის მიდევნების საშუალება. კი. და ეს მნიშვნელოვანია სხვათა შორის აი ხელოვნების თვალსაზრისით, იმიტომ რომ ხელოვანს აქვს ეს პროცესი ფაქტობრივად დღეობით შემორჩენილი, მაგალითისათვის თქვენი ჯგუფი მოქანდაკეები, ვინც იწყებთ მუშაობას ამთავრებთ ბოლომდე და კორპორაციაში, რომელშიც მაგალითად 100,000 ადამიანი მუშაობს, ის აკეთებს მხოლოდ რაღაცა მცირე საქმეს, ამიტომ მთლიან სურათს ხშირად ვერ ნახულობს. და ამოცანა დგას მოკლედ ორგანიზაციებში, რომ მაქსიმალურად თანამშრომლებს დაანახონ დიდი სურათი, კი ჩაახედონ და მოკლედ ინფორმირებული ამყოფნა ინფორმაცია იყოს არა მხოლოდ ჰორიზონტალური მენეჯმენტის დონეზე, არამედ ვერტიკალური, თუმცა ეს საკმაოდ რთულია. შემთხვევაში შესაძლებელია გინდოდეს, მაგრამ ხანდახან ინტერესის გამოჩენაც არ ხდება. თანამშრომლის მხრიდან, იმიტომ რომ ეს შეიძლება უნდა იყოს რაღაცა სისტემური და ძალიან ორგანიზებული პროცესი, მაგრამ საკმაოდ დიდ ორგანიზაციებში ეს შესაძლებელი არ არის, რომ ეს ინდივიდუალურად
ყველასთან გაიაროს მენეჯმენტმა. აქედან გამომდინარე რაღაცა რეპორტების კუთხით ხდება და ეს რეპორტებს არ ვიცი ახლა შეიძლება ბევრი არც კითხულობს და მეილებს არც ხსნიან. ხო, ამ ყველაფერს შეიძლება ბევრი ვერც ერკვევა ამ ციფრებში გაერკვეს და თვითონ მისი სოციალური, ეკონომიკური როლი რა არის ამა თუ იმ დიდი კორპორაციის ამის გააზრება კიდე ძალიან საკმაოდ რთული არის და ამის დაყვანა ასე თქვა თანამშრომლები არის ერთ-ერთი ისეთი ამოცანა, რომელიც პირდაპირ აისახება თანამშრომლის პროდუქტიულობაში. იმიტომ რომ თანამშრომელი როდესაც ხედავს მის საბოლოო პროდუქტს, ანუ შრომითი კმაყოფილება როცა ეუფლება, მისი პროდუქტიულობა, რა თქმა უნდა, იმეტებს. არ შეიძლება რომ მაგალითად მიწათმოქმედი, რომელიც გარკვეულ რაღაც მიწის ნაკვეთზე ადრე სანამდე გადმოინაცვლებდა და ურბანიზაცია დაიწყებოდა, იქ თავის შრომას და ძალისხმევას უფრო ყურადღებით მიადევნებდა თვალს, ვიდრე მაგალითად რაღაც 100,000 კაციან ორგანიზაციაში, სადაც რაღაცას აკეთებს, შესაძლებელია ცუდად გახდეს, 3 დღე არ გამოვიდეს სამსახურში, ვიღაცა ჩაანაცვლეს, ამის მექანიზმებიც ხო არსებობს, რომ ერთი თუ თქვა ბიულეტენზე გავიდა, სხვა მიმუშაოს, რაც რეალურად თქვა მე-16 საუკუნე შემოს ვერ გააკეთებდა. თვითონ იყო პასუხისმგებელი და მოკლედ ამ მთლიან შრომას თვალს ადევნებდა მთელ ციკლს რა. დღესდღეობით ახლა ეს რო პარალელურ რეჟიმში გადმოვიტანოთ, მდგომარეობა ესეთია, რომ არსებობს დიდი ორგანიზაციები, კორპორაციები, რომლებსაც შეუძლიათ რომ ეს ხელოვნური ინტელექტი დანერგონ და მოახდინონ მათი ინტეგრირება ორგანიზაციებში და გარკვეულწილად პირველ ინდუსტრიულ რევოლუციაში რაც მოხდეს რაღაც რაოდენობის თანამშრომლობის შემცირება. თუმცა პირველთან შედარებით დღევანდელი დღე რაღაც მე მაინც არ მგონია რომ დიდ შფოთვას იწვევდეს. იქიდან გამომდინარე რომ ის იყო ძალიან გარდამტეხი მომენტი. მე ვფიქრობ რომ ეს ახლა ესეთი მძიმე აღარ უნდა იყოს. მე ვფიქრობ რომ არ უნდა იყოს, იმიტომ რომ იმ დროისთვის პირველი ინდუსტრიული რევოლუციის დროს ფაქტობრივად არანაირი სოციალური გარანტიები არ არსებობდა. ანუ სახელმწიფოს როლი იყო ის, რომ სახელმწიფოს როლი რა იყო? ნუ უბრალოდ მაქსიმალურად მეტი მიიღო, ამისთვის ჰქონდა რაღაც დაპყრობითი ომები, კაპიტალის ფლობელები ცდილობდნენ რომ მაქსიმალურად მეტი ეფექტურობა. ნაკლებად ჰუმანური იყო, აბსოლუტურად არანაირი სოციალური გარანტიები არ არსებობდა, არც რაღაც პენსია და არც მაგალითად რაღაცა გარკვეული დრო, რომელიც ანაზღაურებადი არის, უმუშევრად დარჩება ადამიანი, იმას რაღაცა სოციალურ შემწეობას აძლევენ და ასე შემდეგ. ანუ დღესდღეობით ეს არსებობს, გამოცდილება მაინც დაგროვილია, ხო, საუკუნეების განმავლობაში. და შესაბამისად ისეთივე შფოთვის საფუძველი შესაძლებელი არ იყოს. ისეთი რყევები თითქოს არ უნდა იყოს. თითქოს არ უნდა იყოს, თუმცა გარდამავალი პერიოდი, როგორც ახლა ცოცხალ ორგანიზმს ახასიათებს, ცვლილება იწვევს გარკვეულ ტკივილს და ეს შესაძლებელია იყოს, თუმცა იმ დოზით, როგორც პირველი ინდუსტრიული რევოლუციაში იყო, თუმცა ეს ამის მოლოდინი უნდა გქონდეს სწორი და შესაძლებელია რომ ეს მოხდეს. თვალსაჩინოდ შეგვიძლია კიდევ პარალელი გავავლოთ აი მეორე ინდუსტრიული რევოლუცია უფრო გავს დღევანდელობას. კი ბატონო. როდესაც ფაქტობრივად ელექტროენერგიის გამოყენება დაიწყეს წარმოებაში და ფრედრიხ ტეილორმა შექმნა ასე ვთქვათ, შრომა იმგვარად შეისწავლა სამუშაოს გაუკეთა ისეთი ანალიზი და ისე დაანაწევრა, რომ ადამიანის ფუნქცია მინიმალურ დონეზე დაიყვანა. მაგალითისათვის ეს რომ გასაგები იყოს, რასაც ჩვენ საუბრობთ, თუ ვთქვათ 2-3 მუშა ან ხელოსანი აკეთებდა, ოსტატი აკეთებდა, აწყობდა ერთ მანქანას ფორდის ქარხანაში, აი ეს სამუშაო პროცესი რისგანაც შედგებოდა, შემდეგ მაქსიმალურად მცირე ნაწილებად დაყო და შექმნა კონვეიერი. სადაც ადამიანის ფაქტორი, ნუ როგორ არის იცი, ახლა ავტომობილს რო აწყობ, იწყებ და ამთავრებ, ხო? და რაღაც შედეგს ნახულობ. კონვეიერის ნაწილი არის ძალიან ისეთი რუტინული შრომა. ყველაზე კარგად ეს შემდეგ უკვე კინემატოგრაფიაში ასახა ჩარლი ჩაპლინმა, როდესაც გადაიღო Modern Time, თანამედროვე დროება. კონსტრუქტორად ითარგმნება ესე. ხო, სადაც არის ადამიანი თვითონ ჩარლი ჩაპლინი კანჩებით რაღაცას მოკლედ უჭერს და იმდენად რუტინულია ეს სამუშაო და მონოტონურია, რომ აი ქუჩაშიც რო გადის, შემდეგ აი იგივე მოქმედებებს აკეთებს. ტეილორის როგორ ვთქვათ, ტირანია ამ კუთხით ის იყო, რომ წამზომით და რეალურად ესეთი სუსტი განსაზღვრა ქონდა
იმის რომ მაქსიმალურად ხელის მოძრაობას და მოტორიკაც კი ქონდა გაწერილი, რა იყო ეფექტური და ყოველგვარი კრეატიულობას რომ შენ სხვანაირად თქვა ხელი გაგექნია და ისე გაგეკეთებია იგივე საქმე, ამასაც გამორიცხავდა. ახლა ამ ყველაფერმა რა თქმა უნდა გაზარდა ეფექტურობა და წარმოება გაიზარდა, მაგრამ გარკვეულწილად გამოიწვია უკვე შედეგიც, იმიტომ რომ გაზრდილ წარმოებას განთავისუფლებული მუშები რეალურად არის მეორე ნაწილი ეკონომიკაში, ხო, შენ თუ ქმნი პროდუქციას, უნდა არსებობდეს მასაც მოთხოვნა, ხო? აი მოთხოვნა აღარ არსებობდა. ხო? და რამაც გამოიწვია რეალურად დეპრესიაც, ხო? ერთ-ერთი მიზეზი იყო სწორედ ეს. შემდეგ ფორდმა ხელფასებიც ფაქტობრივად გააორმაგა. არ ვიცი ეს არ მგონია რომ ყოფილიყო ძალიან ჰუმანური და ემპათიური მოტივით. ეს იყო სწორედ ის ნაბიჯი, რაც შემდეგ აი დიდმა ეკონომისტმა კეინზმა თქვა, რომ უნდა მაქსიმალურად მივცეთ ხალხს საშუალება იმისა, რომ შესაბამისად იყიდო და დიდი მეგაპროექტები დაიწყო სახელმწიფომ და ამით ნელ-ნელა ამოვიდა კრიზისიდან ეკონომიკა. დღესდღეობისას დაახლოებით ახლა ასეთ საუბრობთ, პარალელები შეიძლება გავავლოთ, ხო? ზუსტად იგივე მდგომარეობა, უბრალოდ უპირატესობა არის ის, რომ ჩვენ გვაქვს გამოცდილება. საუკუნოვანი გამოცდილებაც აქვს, ჩვენ რო ვამბობთ უბრალოდ ქართველებსაც აქვს გამოცდილება, იმიტომ რომ წაგვიკითხავს, რა ხდებოდა და განსაკუთრებით სოფლიოს აქვს ესეთი გამოცდილება, ხო? და არის ის მომენტი, რომ ჩვენ რეალურად დავდგებით იმის წინაშე, რომ აი ეს რაღაც ეტაპები გვექნება გასავლელი რა. რაც მეორე ინდუსტრიული რევოლუციამ აი ზედმიწევნით გაიარა. უფრო ახლო ჩვენთან. ეს არის საინტერესო. აი, როდესაც გადაჯგუფება ხდებოდა, აი ამ ასე ვთქვათ, რაც უფრო ნაკლები ხალხი იყო დასაქმებული და მეტად ტექნოლოგიური ხდებოდა, ასე ვთქვათ, რა დოვლათი შექმნა, მით უფრო მეტად და პროპორციულად იზრდებოდა გადასახადები იმ წარმოებლების, ვინც ამ ტექნოლოგიებს იღებდნენ. და ფაქტობრივად, აი ეხლა, მაგალითად, ეხლა რაც არის მოსალოდნელი, როგორ მაგაზე გეტყვი მე. ხო, აი რაც არის ეხლა მოსალოდნელი, შეიძლება ამან კიდევ უფრო მეტად, შეიძლება მეტი ხალხი დატოვოს, ასე ვთქვათ, სამსახურის გარეშე, მაგრამ იმის ხარჯზე, რომ რაღაც დიდი კორპორაციები უფრო მეტად დამოუკიდებლები გახდებიან, ანუ ადამიანების თვალსაზრისით, შეიძლება მეტი სახელმწიფო მეტი გადასახადი დააკისროს მათ და კითხვა იმაში მდგომარეობს, რა ეს ირიბად ამ პირდაპირ მიდის თუ არა სოციალიზმისკენ, რა, იმიტომ რომ სოციალიზმი ხო ისეთი ფენომენია, რომ იდეაში რა სოციალიზმი არის ისეთი მოდელი, რომ უკვე შესაძლებელი რო არის მაგალითად რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს თავის მოქალაქე, მაგ შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს და ჯერჯერობით რა თქმა უნდა ის ეტაპი არ არსებობს, რომ არ ყოფილვართ იმ ეტაპზე, რომ მაგალითად სახელმწიფო იმდენად ძლიერი იყოს, რომ უზრუნველყოს თავისი მოქალაქე იდეაშიც კი თავიდან ბოლომდე და ამიტომ ქმნის სამუშაო ადგილს და ამ სამუშაო ადგილის მიხედვით მე ის ადამიანი ეკონომიკურად რაღაცნაირად განისაზღვრება. ხო, ერთი ნაწილი რომელიც შეეხება გადასახადის და გადასახადი არის ძალიან სათუთი რამ, იმიტომ რომ შესაძლებელია გაუზარდო გადასახადი, მაგრამ ის კორპორაცია იქნება თუ ადამიანი, რომელიც ქმნის დოვლათს, მისი мотиваციას მნიშვნელოვნად დააზიანოს. ამიტომ ოქროს ზღვარი არის აქ დასაჭერი და აუცილებლად ზომიერებაა საჭირო. თუმცა ზომიერება ისეთ ზოგადი სიტყვაა და ყველგან შეიძლება იხმარო, მაგრამ ეს ზომიერება ზუსტად რა არის და როდის და რა დოზით უნდა იხმარო, ეს ძალიან ისეთია. რთული საკითხი არის. ახლა შეეხება სოციალისტური თვალსაზრისით, აი სოციალიზმისკენ შესაძლოა გადაიხაროს თუ არა. იცი რა არის მაგაზე პასუხი რეალურად არა ეკონომიკ ფორუმები რო იმართება, იქ გამოდის შემდეგ რაღაც რეპორტები და ყოველ შემთხვევაში მაგაზე პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს. ანუ რა ფორმას მიიღებს ეს ყველაფერი არ არსებობს, მაგრამ ჩვენ როგორც ასე ვთქვათ, დაშვება გავაკეთეთ, რაღაც ისტორიაში რო გამოვქეკოთ რეალურად რა პროცესები მიმდინარეობდა, თუ ვიტყვით იმას რა მოგველის სამომავლოდ, ხო? მაგალითად აბსოლუტურად შესაძლებელიც კი შესაძლებელია იყოს, იმიტომ რომ მე-20 საუკუნეში, მეორე ინდუსტრიული რევოლუცია იყო მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწყო და იმ გაუსაძლისი შრომა, რომელიც არსებობდა, ხო, 14-18 საათი სხვადასხვა ქარხნებში და ის რუტინული შრომა, რაც ჩვენ ვახსენეთ,
ის დაგროვდა რეალურად მოთხოვნა, რომ აი ზუსტად ეს მოდელი შეექმნა სახელმწიფოს, ხო? რაღაც გამოძახილი იყო. რეალურად რაღაცა რო გროვდება, რაღაცაზე მოთხოვნა რჩება და შემდეგ ამაზე პასუხობს სახელმწიფოც. და რაღაც ალბათ ეს მე-20 საუკუნეზე 70-იან წლებიც იმის გამოძახილი იყო, თუმცა ძალიან მახინჯი ფორმა იყო ეს ყველაფერი და აბსოლუტურად არაფერს არ გავდა იმას, რასაც ჩვენ ლაპარაკობ, ხო? თუ ესეთი ფორმა შეიქმნება, შეიძახი აღმოსავლეთ ნაწილში, ხო? და თუ ესეთი ფორმა შეიქმნება, აქაც ზუსტად ეს არის, დოზა საჭირო და ეხლა ამბობენ ისეთ რაღაცას, რომ მაგალითად ადამიანს თუ ჩაანაცვლებს რობოტი, იქნეს მაგალითად ამაზე გადასახადი. აი რობოტზე გადასახადი იყოს, ხო? ეს ახლა არის ყველაფერზე შეგვიძლია ვიმშელოთ, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი ფორმა არ აქვს ამას მიღებული რა. და საკმაოდ რთულია მის განჭრედა. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაგალითად რა მოყვა მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში, მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში რა მოვლენები იყო და რაღაცა პარალელები შეგვიძლია გავავლოთ რა. მე-20 საუკუნის მეორე ომებიც პრინციპში მოყვან, ომერთა დაგვიფაროს ახლა ომი რთული საკითხია, მაგრამ ალბათ ადამიანისთვის მაინც ისეთი ორგანული და ბუნებრივი ნაწილი არის და მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში, ნუ რაღაცა ეს იმშვიდე ისადგურებს და ხდება მესამე ინდუსტრიული რევოლუცია და აი მოკლედ მოვდივართ იმ მე-4 ინდუსტრიული რევოლუციიდან, რომელსაც ფაქტობრივად ზოგი ამბობს დაწყებულია, ზოგი ამბობს რომ არ არის დაწყებული და ხელოვნური ინტელექტიც მას მიეკუთვნება და რაღაცა გაურკვეველ ეპოქაში ვართ რა. ჯერ სახელი არ ქვია. ჯერ არაფერი სახელი არ ქვია, რეალურად არის ეს. მოდი ესე ვთქვათ, რომ აი ყველაფერი ის რაც დაგროვდა 21 საუკუნეში აი რაღაცა ტრანსფორმაცია უნდა ნახოს, ამას ჯერჯერობით ფორმა არ აქვს მიცემული რა და საკმაოდ რთულია. ის რომ მაგალითად რაღაცას უადვილებს ახლა ხელოვნური ინტელექტი და ის პროგრამები, თუნდაც რო ავიღოთ მაგალითად Microsoft-ის პროგრამები, ხო, წარმოიდგინეთ ბუღალტერია, როდესაც ხელით აკეთებდი ყველაფერს. და ეხლა ამ ყველაფრის გადათვლა ხდება Excel-ის მეშვეობით, ხო? ანუ მაგაც ხო რეალურად ჩემცი და აქ არაფერს შუაში არ არის ხელოვნური ინტელექტი საერთოდ არ არსებობდა, ხო? Excel-ი არსებობს უკვე რამდენიმე ათეული წელია და იყენებს ადამიანი. შესაბამისად, მაგაც შემცირდა და ნუ მაგას შეგვიძლია დავარქვათ რაღაცა ტექნოსტრესი. რომელიც სახელითაც არის ცნობილი, რაღაც ტექნოლოგია დაინერგა და ხალხი, აი მაგალითად ძველმა თაობა, რომელიც იმას ანგარიშობდა, მას რო ეძახდნენ, ხო? ჩოთქზე რო ანგარიშობდა, ახლა მათთვის საკმაოდ რთული იქნებოდა Excel-ში რაღაც ფორმულების და ალგორითმების ჩაწერა. და იმათ ხო ექნებოდათ ახლა სტრესი, მაგრამ ისე გადავიდა ეს ყველაფერი და ისეთი ტრანსფორმაცია მოხდა, იმდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ამ ფინანსური სფეროსთვის, რომ არავის არ უთქვამს, რომ ახლა ამას არ შევეხოთ, ეს არ დავნერგოთ და ის დავტოვოთ, ხო? გარდაუვალია. არა, უკანსვლა გარდაუვალია. მოცემულობად უნდა მივიღოთ ის, რომ ეს იქნება, უბრალოდ ამას უნდა რაღაცნაირად შევეგუოთ რა. შესაძლებელია სამუშაო დრო შემცირდეს, რომელიც ევროპაში რაღაცა ტესტები არსებობს 4 სამუშაო დღემდე და რეალურად ჩვენ უნდა ვეცადოთ რას, რომ და ამ ტექნოლოგიებით აი რაც კარგი მაგალითი იყო ზუსტად აი ჩოთქი და Excel-ის ჩანაცვლება, აი ეს რუტინული რაღაც, რომელიც ჩვენი შინაგანი მოთხოვნილება არის რაღაც რუტინული საქმის კეთება, ის მაქსიმალურად ჩამოვიშოროთ რა და რაღაცა შიშები და შფოთვებით არ უნდა შევღებოთ. უნდა ვიცოდეთ რომ გამოწვევაა ეს ყველაფერი და შრომის ბაზარს დარწმუნებული უნდა ვიყოთ რომ შეცვლის. შესაბამისად მიწოდებასაც შეცვლის და მოთხოვნასაც შეცვლის რა შრომის ბაზარს. კი, აბსოლუტურად ყველა. ამ თვალსაზრისით ისე სპეციალისტ იგი ძალიან სწორი შენიშნა, რომ ანუ რეალურად ეს ყველაფერი რა შედეგსაც გამოიწვევს, ამის მომხმარებელი თუ შეიძლება ასე სიტყვა გამოვიყენოთ, ამის მომხმარებელი ყველა გახდება. როგორც მაგალითად დღეს საერთის მანქანა ყველას აქვს, ხო? მობილური ტელეფონი ყველას აქვს, ხო? ანუ ეს მე მასობრივი ხდება რა. და შეიძლება რაღაც ეტაპზე დასაწყისში რაღაც ეს კრიზისული იყოს და სტრესული იყოს, მაგრამ მე საბოლოო ჯამში მაინც ასე ვთქვათ პროგრესის ის ხიბლი, რაც პროგრესს ახასიათებს, რომ ანუ ეს მე ყველას მეტნაკლებად ყველაზე მოიფინება, ესეც ამ შემთხვევაში ესე უნდა მოხდეს. წესით. ხო, არა, ნუ წესით ესეა და ნუ ისტორიაც ესე გვეუბნება, რომ რაღაცა ინერგება და შემდეგ იმას ყველა რეალურად ითვისებს და იყენებს, ხო? ახლა კომპიუტერიც ხო ესეთი მოვლენა იყო ადამიანის ისტორია, მასობრივად რო გავრცელდა კომპიუტერის გამოყენება ხდებოდა 60-იან წლებიდან, ხო? და 70-იან წლებში ჩანაწერები რო ვნახოთ, იქაც არის ხელოვნური ინტელექტზე საუბარი, მაგრამ ეს საუბარი არის ძალიან ვიწრო წრეში.
და ალბათ რამდენიმე ფიზიკოსი და მეცნიერი ერთმანეთში საუბრობდა და ჰიპოთეტურად უშვებდა, რომ ესეთი რამ უნდა მოხდარიყო და სხვადასხვა ესეთი ჩანაწერი არსებობს, საინტერესო. ზუსტად აღარ მახსოვს, მე შემიძლია რომ ჩაგიგდო და ნახავ და ის როცა საუბრობს ერთ-ერთი ამ სფეროში მიციყვა ჩახებული ფიზიკოსი დაახლოებით საორიენტაციო თარიღებს ამბობს. კი, ხელოვნურ ინტელექტზე ქალაქი როგორი არსებობს და აი ეკონომიკურ სოციალური მოწყობაზე ამ ყველაფერზე. და ეს არის შავ-თეთრი ფირი არის, რომელსაც აი რაღაც ვარაუდს გამოთქვამს. იქიდან გამომდინარე რომ რაღაცაზე მუშაობდნენ და ინფორმაცია ჰქონდათ. მაგრამ ის თარიღები, რასაც იმ დროს ასახელებს, რეალურად არ არის საბოლოოდ და ზუსტი რაღაცა ცდომილებები არის 5-10 წელი. თუმცა აი საორიენტაციოდ მაინც ამბობდა. ანუ იქნება ესეთი ჯგუფი, რომლებაც საორიენტაციოდ შეგიძლია რაღაცა აი თქვა რაღაცა განსჭრიდო. თუმცა ეს იქნება რაღაცაში ფოთოს გამოიწვევს კიდევ, ხო? იმიტომ რომ იმ პერიოდში რომ ის რეალურად აღიქვა ადამიანს, ის რასაც ის ადამიანი საუბრობდა, ხო? რაღაც ხელოვნურ ინტელექტზე და რაღაც ელექტრომობილები და ასე შემდეგ და რაღაცა მობილური ტელეფონი რო იარსებდა და აქედან ზელანდიაში შეგიძლია რომ პირდაპირ ადამიანს დაურეკო და თან დაინახო და თან დაგელაპარაკოს. ესეთი რაღაცები ალბათ როგორ თქვა, მაშინ ვერ აღიქვავდნენ და თუ ეს რომ მოცემულობა ყოფილიყო და იწყებოდა შფოთვა და რაღაცნაირი რაღაცა ის შიში ხო, რომ ეს შიში რეალურად ბუნებრივი არის ადამიანისთვის. ამიტომ ის პერიოდში რაც ისტორიულადაც ხდებოდა ისიც ბუნებრივი იყო და შიში რეალურად ხო ეკონომიკა როგორ მუშაობს ეკონომიკა არის რეალურად განწყობაზე მუშაობს აი მაგალითისათვის აი ვახსენეთ დიდი დეპრესიაში რა ხდებოდა ადამიანს გარდა იმისა რომ ეს ამ ყველაფრის შეგრძნება გაუჩნდა რომ მიდიოდა ყველაფერი ასე ვთქვათ ეკონომიკური კრიზისისკენ იქ ბევრი ფაქტორი მუშაობდა ეს ერთ-ერთი იყო ხო დაიწყეს დაგროვება და ეკონომიკას არ უყვარს ზუსტად ეს დაგროვება ხო შენ თუ თქვათ შენი შემოსავლის ნაწილს დიდ ნაწილს დააგროვებ და მას ჰქონდა კეინს ჰქონდა მე ეს მათემატიკოსი იყო და მულტიპლიკატორი ჰქონდა ამის თავის ნაშრომში კარგად რომ დათვლილი ხა რაღაც ფორმულებში და ალგორითმებში რო არ შევიდეთ ანუ თუ თქვათ შემოსავალი ადამიანს აქვს 1000 ლარი და აქედან მისი განწყობა არის რომ დახარჯოს ანუ რაც პროგნოზირებადი აქვს მომავალი და იქიდან დიდ ნაწილს ხარჯავს და დაუშვათ 500 ლარი ეს 500 ლარი ხდება ვიღაცის შემოსავალი 500-დან კიდევ თქვა ნახევარს იტოვებს ნახევარს ზოგავს და ეს 1000 ლარი მთელს ეკონომიკაში რო ბრუნავს და ასე შემდეგ უფრო ბევრ 1000 შემოსავალს ქმნის მაგრამ თუ ადამიანის განწყობა არის ის რომ არ დახარჯოს და 1000-დან მინიმალური ასე თქვა საბაზისო მოთხოვნები დაიკმაყოფილოს და დახარჯოს 100 ლარი აი დაახლოებით რო წარმოვიდგინე ორგანიზმში როგორც სისხლი მოძრაობს ის რო შეჩერდეს ну რასაც გამოიწვევს ხო რაღაც თრომბი და აუცილებელია რაღაცა დოზით რაღაცა სისწრაფით და აკუმულაცია არ მოხდეს ერთ ადგილას ხო ანალოგიურად არის ფული რეალურად მისგან აბსოლუტურად უნდა ეტრიალოს და უნდა არსებობდეს მომხმარებელი იმაზე და თუ თქვა მომხმარებელს აექვსკნება ის განწყობა რომ დაზოგვისკენ წავა ხო მისი განწყობა იქნება რომ დაზოგოს ფაქტობრივად ფსიქოლოგია მთელი ეკონომიკა ხო ადამიანის ქცევი და გამომდინარე მუშაობს ესა თუ ის სისტემა მაშინ აუცილებლად მივიღებთ კრიზისს და მთელი სახელმწიფო აპარატები არის შექმნილი იმისთვის რომ რეალურად ადამიანისთვის ძალიან ბუნებრივი ინდივიდისთვის ბუნებრივია რომ მან მაგალითად დაზოგოს თანხა ხო მაგრამ რეალურად საბოლოო დაუბრუნდება მას ეს ცუდად და გეტყვი რატომ აი ესეთ ციკლი რო ავიღოთ მთლიანად მისი აი ესეთი განწყობა საბოლოოდ აჩერებს ეკონომიკას და სახელმწიფოს აქვს მაგალითად დაგეგმილი ზომიერი ინფლაცია ხო და შენ თუ ფულს ინახავ დღეს უნდა იცოდე რომ მომავალ წელს ეს ფული უფრო ნაკლები ღირებულების იქნება ამიტომ გარკვეული სტიმულია რომ რაღაცა შეიძინოს სადღაც დააბანდო ну ბანკებიც აკეთება დიდროს ასრულებენ ხო თუ ბანკში აქვს დაბანდებული ფაქტობრივად არ გამოდის ბანკში დაბანდებული ფული რეალურად ეკონომიკაში შედის თუმცა ჩვენ ვაბობთ ახლა იმ ეპოქაზე როდესაც შესაძლებელი იყო ამ ფულის რაღაცა დამალვა ხო ისეთი ფორმით იყო შენახული რომ სადღაც ინახავდნენ ხო ეხლა რეალურად დიდი ნაწილი ინახავს ფულს ბანკში თუმცა რაღაც ნაწილი ალბათ სახშიც ინახავს ახლა ჩვენ ვაბობთ უფრო ისეთ ქვეყნებზე სადაც განვითარებული ეკონომიკაა ხო და განვითარებადი ეკონომიკაშიც უკვე საბანკო სისტემაში მუშაობს კი სხვა შორის აი ძალიან საინტერესო თემაა იმიტომ რომ აი საბჭოთა კავშირის მოდელი რო შევადაროთ აი დასავლეთის მოდელს რა აი ერთ-ერთი შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი არა მაგრამ აი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი მე მგონი ეგეც იყო რომ საბჭოთა მოქალაქე
სესხს ფაქტობრივად ვერ იღებდა რაღაცის შეძენისთვის და უწევდა თვითონ უნდა შეეგროვებინა ეს თანხა და მერე უნდა ის ფული დაუგროვდებოდა და მერე უნდა ეყიდო სიტყვაზე ან მანქანა ან რა ვიცი რაღაც საყოფაცხოვრებო ნივთი და აი მაგალითად ეს სესხების სტრუქტურა რომელიც შენ წინის წრებით გაძლევს იმის საშუალებას რომ რაღაცა ნივთი შეიძინო ეს რაღაც დონეზე ალბათ ფსიქოლოგიურადაც მოქმედებდა დადებითად იმ ადამიანისთვის რომ მე თუ მაგალითად უკვე მუშაობ სიტყვაზე და რაღაც განსაზღვრული ხელფასი მაქვს შემოსავალი მაქვს მაგრამ რაღაც მოცულობის ფული არ მაქვს ჯერ უკვე შემიძლია აი იმ მომავალში რაც შეიძლება ფული მქონდეს იმ მოცულობის რაღაც ნივთი ვიყიდო და ეს დასავლეთში მე მგონი თავიდანვე რა ყოველ შემთხვევაში არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უკვე არსებობდა ასეთი ეკონომიკური მოდელები და საბჭოთა კავშირში ფაქტობრივად არ იყო მსგავსი ტიპის. მიუხედავად იმისა, რომ ბანკები არსებობდა რაღაც ასეთი არ ქონდა, ხო? საბჭოთა კავშირში ხო რა არსებობდა მაგ კუთხით საერთოდ ყველაფერი ხელოვნური იყო და როდესაც გინდა ყველაფრის გაკონტროლება, ხო? აი დაახლოებით ორგანიზაციაში არის ეს მიკრომენეჯმენტი. თუ ამ მიკრომენეჯმენტზე დახვედი და ყველაფრის კონტროლი დაიწყე, საბოლოოდ რეალურ თლიან კონტროლს კარგავ. კი. ანუ ვერ გააკონტროლებ, აი თან ისე მაგალითად კორპორაციის დონეზე რაც მოხდება, ხო, კორპორაცია გაიჭედება და ახლობით იგივე დაემართა საბჭოთა კავშირს. როდესაც მაგალითად ახლა შენ მოსახლეობას იმას უკონტროლებ, რომ იმას რა იჭირდება და ყველას ერთნაირი ტანსაცმელი უნდა ეცვას, ყველა აი ხო იყო ისეთი, რომ მაგალითად შემოვიდოდა რაღაცა, ყველა შეიძენდა და ახლობით მეტნაკლებად ერთნაირი ტანსაცმელი დადიოდა ყველა, ხო? ასე ანალოგიურად რაღაც განსაზღვრული იყო, ანუ ეს იყო დაგეგმილი ეკონომიკა, იმას ამდენი უნდა ეწარმოებია, იმას ამდენი, ან კონკურენცია არ არსებობდა, სადაც კონკურენცია არ არის და ყველაფერს საზღვაო, რაღაც საქართველოს რაღაც იწარმოა, მე ეს უნდა გადანაწილდეს ესტონეთში ამდენი და სხვადასხვა საბჭოთა ქვეყნებში უნდა განაწილებულიყო. ან ეს დაგეგმილი ეკონომიკა რეალურად არ მოშონა. ფაქტობრივად შინაარსი იყო ის, რომ ამას აკეთებდნენ შენთვის, შენი კეთილდღეობისთვის, მაგრამ ეს რეალურად არ მუშაობდა. ანუ ესეთი კეთილდღეობა და ესეთი ყველაფრის კონტროლი არ მუშაობს. თორე კონტროლის სურვილი შეიძლება ბევრი ითამაშა. ცირა კონტროლის სურვილი ხო აი კონტროლის სურვილი ბევრს ჰქონდა და რა ვიცი ისტორიულად, მაგრამ საბოლოოდ მივიდნენ იმას, რომ ეს არ არის ეფექტური მოდელი. და ეხა იმას თუ დაუბრუნდები და იგივე მოდელს და დანერგავ მე-20 საუკუნეში, ნუ ფაქტი არის არ მუშაობს რა. და აგიტომ იყო სუსტი, ანუ არ იყო თვითმყოფადი მოდელი, ხო? და იქ რა ხდებოდა, პირიქით სტიმულირება ხდებოდა, ხო, დასავლეთში მაგალითად ერთ მაგალითს მოგიყვან. ისეთი ბევრი რამ არსებობს, მაგრამ აი მაგალითისათვის ფულის ერთეული, ხო? ინგლისში ეკონომიკაში წავიკითხე ესეთი სტატია იყო, ზუსტად იყო კარგად განსაზღვრული, რატომ არის მაგალითად 2 ფუნტიანი და 1 ფუნტიანი რკინის, ხო? რადგან ფულის ფუნქცია რეალურად არის დაგროვების ნაწილი, რადგან ვისაუბრეთ, რომ იყოს ძალიან ისეთი დაბალი და მოხმარებაზე გადაერთოს ადამიანი, ხურდა ფულს ადამიანი უფრო ხშირად ხარჯავს. და ხურდა ხო, იშორებს რა და მარტივი სიტყვით რო თქვა რა და არ უნდა რაღაცა ჯიბეში ჰქონდეს და მარტივად მოსაშორებელი და ხარჯვის ნაწილი ძალიან ისეთია მისთვის. ეხლა ეს ხურდაფული რო დააკონვერტირა მაგალითად რამე ძვირფას ლითონში, ხო აი არ არსებობს იქ ადამიანმა ეს ადვილად მაგალითად 10 ფუნტის 5 ცალი 2 ფუნტიანი რო დააკონვერტიო, თქვა რომ რაღაცა 0 რაღაცა გრამი ოქროა, ხო? იმას ხო ესე ადვილად არ დახარჯავს, ხო? აი ადრე რო იყო თვითონ ფულის ჰქონდა, თვითღირებულება ჰქონდა და შესაბამისად მისი ნაწილი დამტკივნეული იყო ესე რომ დაგეხარჯა, ხო? რესტორანში თუ ბარათით გადაიხდი 150 ლარს, ნახევარ ოქროს რო იხდი, ნახევარ გრამ ოქროს რო იხდიდი, ამაში რაღაცნაირად შეიძლება თავი შეიკავო რა. შესაბამისად ეს ერთი ნაწილი ხარჯვის ნაწილისთვის იყო ეს შექმნილი ეს მოდელი და მეორე კიდევ ის იყო რომ პატარა კუპიურები არის უფრო ხშირად ბრუნვაში და მალე ცდება და არის საკმაოდ ხარჯიანი მისი გამოცვლა. და მისი ბეჭდვა რა. კინა ძლით დიდხანს. კინა დაახლოებით ეწერა, როგორც მახსოვს, კარგად მახსოვს პრინციპში რაღაც 40 წლის განმავლობაში აქ სიცოცხლის უნარიანობა. ხო, და ფულს რაღაც რამდენიმე წელი ქონდა, რაღაც ვერ მოვიტყვე ფული კარგად დამამახსოვრდა და ნუ რაღაც 1-2-3 წელი მაქსიმუმ რა. ისე სხვა შორის მაგ მიმართულებით, აი ციფრულ ფულს, აი ხარ რასაც ვიყენებთ ძირითადად რა, ბარათსაც ვთქვათ, მე მგონი კიდე უფრო მარტივია დახარჯვა. იმიტომ რომ აქ უკვე საერთოდ იმის ისიც აღარ გაქვს რა. შეხება ხარჯვის ტკივილი. კი, ხო, უფრო ის არის განულებულია შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ციფრებია რაღაცა რა. და თუ მეც მაგალითად დაკვირვებული ვარ, თუ ვიხდი
ეგრეთ წოდებული cash-ად რა, უფრო მეტად მაქვს იმის შეგრძნება, რომ ფული დავხარჯე, ვიდრე მაგალითად, როდესაც ბარათით რო ვიხდი, მაგის შეგრძნება ძალიან დაბალი მაქვს, რომ ფული დავხარჯე. კი, ბუნებრივია და ესეც იმ ერთიანობის ნაწილია ხო რეალურად ხო ადამიანისთვის შეიძლება რაღაცა დააგროვოს და მისი მიდრეკილება იყოს დააგროვებისკენ, მაგრამ ის არის ასე ვთქვა პროცესია ჩართული და ვერ იქნება ამ პროცესიდან, ამ ციკლიდან ვერ გავა რა. და ვერ იქნება რაღაცა გამორჩეული ადამიანი, დააგროვოს და არ ხარჯოს და ამაში არ ჩაერთოს. აქედან გამომდინარე, მთლიანად საბაზრო ეკონომიკაც ესე ამოწყობილი, რომ აი ეს მოდელები რაც ვთქვით ჩვენ, ხო, მაგალითად ინფლაცია უნდა არსებობდეს, რომ ადამიანმა არ დაიწყოს. იმას თუ მაგალითად ოქრო რო არსებობდეს, ხო, ახლა ოქროს მონეტები რო არსებობდეს, ხო? ანუ ის რაც ფული რო დააკონვერტირო ოქროში და შეინახო სახში, ხო? ფაქტობრივად შეიძლება არც დააკვდეს მაგას ღირებულება, ხო? ეს რო არ გააკეთოს, მაგიტომაც არსებობს ციფრულ ფორმაში ფული და ძალიან კარგი მოდელი არის. აქედან გამომდინარე, კი შეიძლება ესე პერსონალურად რო გეხარჯება უფრო მეტი რაღაცა იმ ზუსტად ხარჯვისგან გამოწვეულ განიცდი რომ რამდენი დამეხარჯა ან ბოლოს რომ შეიძლება ჩახედო ინტერნეტ ბანკინგში ან ეს ამონაწერი ამოიღო, მაგრამ საბოლოოდ ერთიანობაში ეს არის ის რაც ასულგმულებს ეკონომიკას. და აქაც ზოგი ხარჯველია, ზოგი არ არის ხარჯველი, ზოგი ციფრულ ლარებსაც ნაკლებად ხარჯავს ხო, უფრო დაზოგვის კულტურა უფრო სხვანაირია. თუმცა მანდაც არის ზომიერება საჭირო ხო, რაღაცა დანაზოგი აუცილებელია საჭირო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დანაზოგი არ უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ვადარებთ რას? ჩვენ ვადარებთ იმას, რომ ეს საბჭოთა კავშირში ვინმე დაგვიგეგმოს მაგალითად რა უნდა ჩავიცვათ, მაგალითად ავტომობილის გამო თუ ავტომობილის შეძენა თუ გინდა რომ არ ჩავდგეთ რიგში, ხო? და ეს სიკეთე და ეს პროდუქტი ესა თუ ის გარდა ავტომობილისა მივიღოთ მაგალითად მობილური ტელეფონი შევიძინეთ ჩვენ როცა გვინდა და არა მაშინ როდესაც სახელმწიფოს მოუნდება ხო და გამოგვიყოს ამისთვის რაღაცა თანხან ამისთვის ხო ნუ რაღაცა რიგი წარმოგიდგენთ ხო მობილური ტელეფონის შესაძლებლად რომ რიგში ჩადგე და წელიწად ნახევარში შეიძინა ხო აი ესეთი მოდელი არ მუშაობს მაგრამ ესეთი მოდელმა რო არ იმუშავა, ამიტომ გადავედით ხო საბოლოოდ ჩვენც, თორე ის დავრჩებოდით იგივე მოდელზე, თელ სოფლიო გადაეწყობოდა რა. კი, რა თქმა უნდა. ეს ახლა ძალიან ეს მარტივი სიტყვებით რა და არამეცნიერული და ტექნიკური ტერმინებით რო ვილაპარაკოთ რა. რაც არ მუშაობს, ხრება და მას ანაცვლებს ის რაც მუშაობს რეალურად და ის რასაც ახლა საბაზრო ეკონომიკა აწყობილია შენახშენ სახელმწიფო ხო? სახელმწიფოს როლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო მეორე ინდუსტრიული რევოლუციის დროს. ფაქტობრივად ჩაერთო და მთელი სოციალური პაკეტი შემოიტანა ამ ყველაფერში, ხო? რეალურად ადამიანის დაცვა და სამუშაო დრო შემცირდა, რაღაცები დაემატა ამ ყველაფერს, ხო? პენსიები ისინი ესენაც მაგათად 200 წელს საერთოდ არ არსებობდა, ხო? არც მეორე ინდუსტრიული რევოლუციის დროს უფრო მეტ დროს ხარჯავდნენ და ხა 8 საათი და ესე განსაზღვრული კონსტიტუციით ჩვენი შრომის უფლებები არის მეტნაკლებად, ხო? ალბათ აქ შეიძლება უფრო მეტი ძალისხმევა იყოს ისე რომ აი აქაც არის წეგამახსენეთ სიტყვა ზომიერება რა. აი იმდენი ძალისხმევა არ უნდა იყოს რომ ის ვინც რეალურად ქმნის თელეკონომიკას და ბიზნეს და სიახლეს, აი იმისთვის არ უნდა იყოს ეს მოტივაციისთვის ან ისეთი წნეხი რომ ბოლოს თქვას რომ აღარ გავაკეთებ. რაც საბჭოთა კავშირში ხდებოდა ხო? რეალურად აზრი არ ქონდა არაფერს, იმიტომ რომ რეალურად გამორჩეული იყავი რაღაც განსაკუთრებული უნარი ქონდათ, რომ კერძო საკუთრება არ არსებობდა და რაღაცა საერთო საზოგადო საკუთრებისთვის რაღაცა აი რაღაც ისეთი ინოვაცია რო გამოგეგონებია მიწათმოქმედებაში, კოლმეურნეობაში რა უნდა გაგეკეთებია, ხო? რასაც გააკეთებდი, განაწილდებოდა ყველაზე და ის მეზობელი, რომელსაც საერთოდ არაფერზე არ უფიქრია და არაფერი ძალისხმევა არ ქონდა, თანაბრად გადანაწილდებოდა. ეს ხომ მე რაღაცა დოზით უსამართლობაც არის რა. ანუ იმასაც მოტივაციას აგდებს დაბლა. მოტივაციას პირდაპირ აგდებს რა. ეს საერთოდ მოტივაციას კლავს. ხო, ადამიანი ისეთი ტიპია. აი, ყველა მიმართულებით კლავს მოტივაციას რა. ხო. აი, შესაძლებელია თქვა, აი, სპორტი, ხელოვნება, რა ვიცი, აი, ნებისმიერ მიმართულებით. ხო, აი, იცი რა არის, ახლა ძალიან საინტერესოა თვითონ ის ნაწილი, რომ ეს ყველაფერი არის ფსიქოლოგიურად, ადამიანის ფსიქოლოგიას ცვლის რა და ზეგავლენას ახდენს რა. აი, თუნდაც მაგალითად ახლა სახელმწიფოს ჩართულობა ეს მეორე ინდუსტრიული რევოლუციის დროს რო გაიზარდა ფაქტობრივად ეს იქაც ჩანს, რომ აი მაგალითად პასპორტი ძალიან ცოტა ხნის წინ არ არსებობდა და არც დემარკაცია არსებობდა სახელმწიფო საზღვრის ამ პირობითად იყო რა, მდინარემდე ან თამდე რაღაცა ესეთი ფორმებით იყო რა, ძირითადად წარმოდგენილი რა და
სახელმწიფო რაღაც თვალსაზრისით აი ამ პროცესში თან მაგალითად უფრო იმას განიცდის, რომ ადამიანს უფრო მეტ თავისუფლებას აძლევს რაღაც თვალსაზრისით, მაგრამ მეორე თვალსაზრისით თან უფრო ისეთი რაღაც ხდება რა, უფრო დომინანტი ხდება რაღაც ასპექტში. აი მაგალითად თუნდაც იმ ხრივ, რომ უკვე ზუსტად იცის რამდენი მოქალაქე ყავს. აი ადრე მაგალითად ეგრე ზუსტად არ იცოდნენ. დღემდე მე მგონი თუ არ მეშლება. ფულის მასაც მაგალითად ემოცევაშია ზედმიწევნით, იმიტომ რომ მეტნაკლებად თან გაციფრულებულია და ის დათვლილი კოდირებულია. ფულის მასა პრინციპში ადრეც ვიყო ცნობილი, უბრალოდ აქ არის ისეთი მომენტი, რომ ძალიან სწრაფად შეუძლია ინფორმაციის მიღება რა. იმიტომ რომ ფულის მასა შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ეს სად არის შენახული და როგორ არის დამალული ზოგსად ეს ცოტა ფული. მაგალითად მე როგორც ვიცი დღემდე არ არის მაგალითად ის ზუსტი რიცხვი, რამდენი ადამიანი ცხოვრობს რა და დაახლოებით მარილის გამოყენებით ითვლიან ზოგადად აი მარილის გამოყენებით იციან რამდენი ადამიანი არის ასე ვთქვათ მოქალაქე რა ინდოეთის. აი ლევან მე როგორ ვიტყოდი იცი, როდესაც მოსახლეობაც ხო მნიშვნელოვნად მკვეთრად გაიზარდა. შესაბამისად ახლა ახსენე საუკუნის მე-20 საუკუნის დასაწყისში ხო მეორე ინდუსტრიული რევოლუცია და რა თქმა უნდა ყველაფერი იხვეწება და მაშინ არ იყო თქვა და საზღვარი არ იყო ისე კაფიოდ ასასული და არც რაღაცა საერთაშორისო სამართალი იყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ აი ამ დოზით რაღაც ხელშეკრულებას და მოაწერდნენ ხოლმე და მე ის ირღვეოდა და ეს რაც ვერ ხდებოდა. ეხლა ნახე როგორი ის არის დღეს რეალურად ტექნოლოგიები გაძლევს იმის საშუალებას მოსახლეობას ხო გაიზარდა. აი კომპანია რო წარმოიდგინე, ყავს 5 თანამშრომელი, ხო? და 5 თანამშრომელს უნდა ისეთი შეიძლება პირადად იცნობდნენ და იქ არ არის საჭირო დიდი მაგალითად კონტროლის მექანიზმი, ხო? შესაბამისად ახლა აი 1 მილიარდია მოსახლეობა, ხო, როგორც მე ვიცი, კიდე გადააჭერდა, ხო? ინდოეთი ახსენე, ინდოეთში არის 1.600 მილიარდ 700 მილიონია. უკვე ჩინეთს გადაასწრეს, უკვე კარგი ხანია. აი რეალურად ახლა რაღაცა კონტროლის მექანიზმი ხო გინდა. მეორე კუთხე ძალიან რთულია, რომ როდესაც ვინმე ესე გაკონტროლებს შენ, აი რაღაც პასპორტი ახსენე, პასპორტი ხა ანა ბეჭდია, ეს ყველა ინფორმაცია და შენი პირადი ინფორმაცია დატოვებული გაქვს, მაგრამ თუ თქვათ ეფექტურ მართვას ითხოვ შენ თავრობისგან, მას გარკვეული მექანიზმებიც ხო ჭირდება. აი წარმოიდგინე ახლა 5 ადამიანი როგორც იმართება, აი ასე ვთქვა და შეპესე, რომელსაც ასამხობს 5 ადამიანს და 100,000 ადამიანი. ის შეიძლება ერთი და იგივე რაღაცა სისტემით, მაგრამ მას ხო უფრო მეტი ინფორმაცია სჭირდება. და ნუ აი იმ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას ალბათ მე იმას გავამბობ რაღაცას, მაგრამ პირადად ჩემთვის ახლა რაღაც უფრო ნაკლებად გამაკონტროლებენ, კარგია, მაგრამ აი როგორ არის იცი, რაც რეალურად პროცესი ბუნებრივად მიდის აიტკენაც მიდის, აი ამას ვამბობ, რომ რეალურად ეს ინსტრუმენტები, ეს ციფრული და ტექნოლოგიური სიახლეები, ვიცი, ხელოვნური ინტელექტის თავისთავად ჩართული ამ ყველაფერში. მეტი კონტროლის საშუალებას იძლევა მეტი კონტროლის საშუალებას. მაგრამ მე-20 საუკუნეში მაგალითად თითის ანაბეჭდები და იმით ნაკლებად გააკონტროლებდი ადამიანს, ფილმებიდანაც რო გახსოვს ხო, აი დასაწყისში რაღაცა ფურცელი იყო და იმის გაყალბებაც არც არაფერი არ იყო, რაღაცებს აკრავდნენ და აყალბებდნენ ძალიან მარტივად ხო ამ საბუთებს, მაგრამ ეხლა უკვე შეიძლება საბუთი ძალიან ისეთი ელექტრონული არის ყველა ვერსია ხო პასპორტის მე არც ქვეყანა თუ რამე პასპორტი არის არა ელექტრონული ხო დაადებენ ნახავს შენს მონაცემებს და შესაბამისად ინფორმაცია ინახება რის საშუალებაც ადრე არ იყო რა მაგრამ დამბუნებრივი ანუ ის რაც მაგალითად ტექნოლოგიას მოაქვს შესაძლებელია რაღაც ფორმით ეს კონტროლის გამკაცრებაც იყოს მაგრამ ის ბუნებრივი შედეგი ამ ყველაფრის მოსახლეობა ძალიან დიდი რაოდენობით არის გაზრდილი პირველ მაგალითად მე-20 საუკუნის დასაწყისთან მიმართებაში ძალიან და ეს ტექნოლოგიების დანერგვაც მოხდება რა ავასწინეთ ნახე რაღაც საიტი არსებობს და ჩაწერ შენს დაბადების თარიღს და გეუბნებიან ანუ საიტი გეუბნება გითვლის შენ რო დაიბადე რამდენი იყავი რა ხო და მაგალითად ჩვენ რო დავიბადეთ მაშინ დედამიწაზე იყო 3 მილიარდი რაღაც ეს საიტი ძალიან საეჭვოა, როგორ ითვლის ეს ყველაფერს, ანუ საორიენტაციო თითქმის რაღაცა არის, რა თქმა უნდა, ახლა ზუსტად ცხადია, თუ ინდოეთში ვერ დათვალეს, დანარჩენ მსოფლიოშიც ვერ დათვლიან. ზოგადად ხო არის რაღაცა ინფორმაცია, აი ასევე რომის იმპერიის დროს იძახიან დაახლოებით რამდენი შეიძლება და ყოფილიყო ადამიანი და ქალაქების მიხედვით რა, დაახლოებით რამხელა იყო ქალაქი, მაგის მიხედვით რაღაცას საშუალო ალბათ გამოყავდათ. ახლა რადგან შევეხეთ ჩინეთს და ინდოეთს, აი ბარემ იმაზეც ვისაუბროთ, ეს ძალიან საინტერესო თემაა.
თან მე ვიცი რომ შენ ამხრივ რაღაცა ესეთი ინფორმაციებიც გაქვს. თვისობრივად ხო სხვა კულტურაა მაინც და აღმოსავლეთი, დასავლეთიდან განსხვავებით და სადღაც ბოლო ალბათ 2000 წელი თავისი რაღაცა გზა აქვს რა. მანამდე შეიძლება ძალიან ემთხვეოდა ერთმანეთს დასავლეთის და აღმოსავლეთის გზები, მაგრამ აი ბოლო 2000 წელია დაახლოებით ესე უხეშად ვიძახი. თავისი გზა ქონდა განვითარების და აი მერე უკვე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, თუმცა მეორე მსოფლიო ომამდეც პრინციპში მე-20 საუკუნეში გაირკვა რომ დომინანტი არის დასავლეთი. ეს ომის პროცესშიც გაირკვა და მანამდეც გაირკვა, იმიტომ რომ ერთმანეთს რო შეხვდა ეს ორი კულტურა, ისე მოხდა რომ ინგლისმა ისეთები იქნა იქ, რომ ყველას მოეხსენება ის რაც. ხო და მე რაღაცა საინტერესო პროცესები იყო და აი ეხლა დაახლოებით რა შეიძლება ვივარაუდოთ და აი ეხლა როგორი სიტუაციაა, ძალიან საინტერესოა. აი ამ ზოგადად აი კონკურენციაში რა ადგილი უკავია აღმოსავლურ ეკონომიკებს, როგორიც არის ინდოეთი და ჩინეთი, მაგრამ ხა ლევან მე თან ესე სიღრმისეულად ის რაღაცა ციფრებს ალბათ ვერ მივიღო, მაგრამ ეს ზოგადი რა არის, რასაც ამბობ შენ რომ საბაზრო ეკონომიკა და ეფექტურობა გაიზარდა, შემდეგ რაღაცა ნაწილი წარმოების ნაწილი გადავიდა ხო ძირითადად ჩინეთში. და ჩინეთი არის იმდენად დომინანტური წარმოების ნაწილში, რომ შეიძლება ითქვას, რომ სოფლიოში წარმოებას ძალიან კითხვის ნიშნის ქვეშ ასეთი წარმოების დაწყება. ფაქტობრივად ყველაფერს აწარმოება, ხო? წარმოიდგინე მაგალითისათვის, ჩვენ რო ვიყოთ ჩინეთის მეზობლად, ეხლა ის საზღვარი რო ქონდა ჩინეთის მეზობლად, ეხლა თურქეთთან გვაქვს ვაჭრობა, ხო, აქტიური. შესაძლებელია თურქეთიდან არც არაფერი არ დაგჭირდებოდა რა. ფაქტობრივად ყველაფერს აწარმოებს. ნებისმიერი რამე ძალიან გამონაკლისების გარდა მასშტაბიდან გამომდინარე მდენად გადაეწყო მთლიანად და არა მარტო ჩინეთი, იქ არის ვიეტნამი, რომელსაც მოსახლეობა 100 მილიონზე მეტია. რეალურად იმდენად გადაეწყო, რომ აი ნებისმიერ წერტილში წარმოებას თუ თქვა სუბსიდირებული არ იქნება, შეიძლება ძალიან რთული იყოს, ძალიან სპეციფიური დარგი უნდა აირჩიო, რომელიც კონკურენციაში რო შეხვიდე რა, რეალურად აი ბევრი მიმართულება არის. მაგალითად ახლა ავტომიმართულება ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია, ხო? ან ჩინეთს მაგალითად ახლა ინდოეთი არ არის ხა იმდენად განვითარებული. იაპონია კიდე ცალკე საკითხია, იაპონია და ცალკე ალბათ რაღაც განვითარებული ქვეყანაა, რომელმაც 50-იან წლებში დაიწყო თორე დაახლოებით აი ის დონეზე არ იყო, მაგრამ გარკვეულწილად სტანდარტიზაციის და იქ მთელი ისტორია არის, თუ როგორ მიაღწია ამ ყველაფერს, ხო? თავისი წარმოების პროცესი ძალიან სტანდარტული გახადა, ხარისხი გაზარდა და გახდა დღეს იაპონია, დღეს რაც არის. მაგრამ ჩინეთის თვალსაზრისით მაგალითად იქ სახელმწიფო ჩართულია, ხო? იქ რაღაც ნახევრად სოციალისტურია, ნახევრად საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზეა დაყრდნობილი და ამან ყოველ შემთხვევაში ის მოდელი და ის გზა რა სტრატეგიული აირჩიეს, გამოიღო შედეგი და გამომდინარე იქიდან ბევრი დარგია, რომელიც ფაქტობრივად მოწინავეა ახლა ჩინეთი, ხო მათ შორის ტექნოლოგიური ისიც გახდა. თუმცა წარმოების ნაწილშიც მნიშვნელოვნად წინ არის, ამიტომ ბევრი ისეთი წარმოება, რომელიც ძალიან მაღალ ტექნოლოგიურიც არ არის, ხო? მაგალითად თვითმფრინავს არ აწარმოებენ, ხო? და ფაქტობრივად დანარჩენი რამე გინახავს, ესეთი ჩინური წარმოების არის, ხო? ყოველ შემთხვევაში რაღაც ხარისხი შესაძლებელი არ იყოს ისეთი მაღალი ევროპული სტანდარტის ფასთან მიმართებაში, თუ საპირწონე დადებ ძალიან კარგი ხარისხია და ისინი გამოყენებადია, ჩარხია დანადგარია თუ ასე შემდეგ. ყველა საფასო სეგმენტში არიან შესულები, ხო? კი. აბსოლუტურად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, ანუ იქიდან გადაიხარა და თან რა არის თავი იცი? გარდა იმისა, რომ თავისი რესურსები აქვთ კარგად შეფასებული. შრომის დისციპლინა სხვანაირი აქვს, ხო? ანუ შრომის მიმართ დამოკიდებულება. ახლა მაგალითად იქ მინახავს ახლა ისეთი შრომაში არიან ჩაბმულები, რომ აქ ალბათ გაგვიჭირდება ეგ მომენტი. კი, აქედან არის, ხო? კი, აი რაღაც ისე ბილად რო ვთქვათ და ანუ იქ მე მგონი არა მარტო ჩვენ, ზოგადად აი დასავლურ კულტურას და დასავლურ ცივილიზაციას შეიძლება ითქვას, რომ გაუჭირდება. ნუ რა თქმა უნდა, აქედაც არის ახლა რაღაც განსაკუთრებულად დისციპლინირებული ხალხი, მაგრამ ხო, ჩვენ ზოგადად ახლა ისედაც გვისაუბრია და ჩვენც გვისაუბრია და სამეგობრო წრეში ძირითადად ვაბრალებთ ხოლმე ამინც.
ხო, ხო, და რაღაცა ტროპიკულ, სუბტროპიკულ და ზონიერ სარტყელს, რომ აქ ამინდი კარგია და როდესაც გარეთ კარგი ამინდია. ხო, სტრესი ნაკლებია და ნუ მაგალითად გარეთ თუ არ წვნის და ქარიშხალი არ არის, იქ რაღაცას კონცენტრირება გიჭირს და გარეთ გინდა რომ მაგალითად დაჭდე და დაისვენო, არ ვიცი, ახლა ყავადალია თუ ასე შემდეგ. ესეთი ტროპიკული ზონები მათაც აქვთ. მაგრამ შრომის დისციპლინა უფრო ხო სხვანაირია. იქ შეიძლება რაღაცა უფრო მეტი ძალისმიერი და სახელმწიფოს წნეხიც არის. მაგრამ სახელმწიფოს წნეხი ეხლა სხვა ქვეყნებშიც იყო, ჩვენთანაც იყო და ნუ მაინც გვახსოვს ხო რაღაცა ხარისხი როგორი გამოდიოდა მაგალითად. ნუ ჩინეთშიც ახლა ბევრი უხარისხო აქედან გამომდინარე, მაგრამ ნაწარმოები პროდუქცია, მაგრამ ნუ ეხლა გვახსოვს მაგალითად ქუთაისის ავტომობილი როგორი იყო, ხო, საბჭოთა კავშირის მასშტაბითაც, ხო. აქედან გამომდინარე რაღაცა მაგას ბოლომდე ბევრი მხრობი იმას, რომ რაღაცა სადაც სამხრეთში რაღაც კარგი ამინდია და აქედან გამომდინარე ჩვენ აქ ესე მოეწყო ეს ჩვენი ბუნებრივი სიტუაცია, რომ ჩვენ იტალიელები, ესპანელები ცოტას მუშაობთ იმის გამო, რომ კარგი ამინდია და ზემოთ ნორვეგია და ფინეთი უფრო კონცენტრირებულები არიან რაღაც შრომაზე. ნუ რა ვიცი, ხა მაშინ აზიაც ხო აქვთ ისეთი თბილი ასე ვთქვათ. და სხვა შორის აი აზია შეიძლება დაუპირისპიროთ მაგას და ასევე მაგას შეიძლება დაუპირისპიროთ იგივე მაგალითად რუსეთის ჩრდილოეთი მხარე რა, იქაც ძალიან ცივა, მაგრამ ბურიატები და ისინი სადაც ცხოვრობენ, მაგრამ დიდად შრომის ასე ვთქვათ მოყარე ხალხია რომ ვერ იყო. იცი რა არის მე ვფიქრობ, განვითარებულების არიან რომ ეგ გაგიჭირდება. იცი რა არის მე ვფიქრობ ეს რაღაცას რომ რაღაცა ნაწილი ალბათ მაგაშიც არის სიმართლე. იმიტომ რომ შესაძლოა კარგი ამინდია შეიძლება გარეთაც უფრო მეტად გიწევს გული. და რაღაცა კონცენტრირება შრომაზე უფრო ნაკლებია, მაგრამ ნუ ყველაფერს მაგას ვერ დავაბრალებ. თუმცა რაღაცა ესე შესასწავლის საკითხი არის და შესაძლებელია ისიც იყოს და ერთი რაღაცის გამო რომ რაღაცა მთლიანად გლობალურად ახდება გასაგებია. ხო, ჩინეთში ალბათ აი კონფუციმ იქონია ძალიან დიდი ზეგავლენა, იმიტომ რომ კონფუციანიზმი რაღაც თავისებურია, შრომის ეთიკას აყალიბებს თავისებურს და იგივე იაპონიას. საერთოდ ნუ ეს აზიური ნაწილი ინდოეთზე მაგას ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ ინდოეთიც შორის რელიგიურად არის განპირობებული ისე რომ რეინკარნაციის თემა აქვს და არსად არ იჩქარებათ რა თუ ეხლა ვერ მოასწრო რაღაცა ხო მეორედ რო დაიბადება მე გააკეთებს და მესამედ რო დაიბადება მოდა რა ნაწილობრივ ალბათ ეგეც განსაზღვრავს მაგას პლუს ალბათ ამინდი რა ხო ნუ საბოლოო ჯამში ვიღებთ რაღაცა თავისებური რაღაცას ყოველთვის შეგვიძლია ან დავაბრალოთ ან არ დავაბრალოთ თუმცა მაგალითად ახლა იაპონია არის ძალიან ისეთი ხო დისციპლინირებული ქვეყანა, ვიცით ხო, აი მაგალითად ფეხბურთსაც როგორ დაალაგებენ ხოლმე თავიანთ ტრიბუნას და ისე ტოვებენ ადგილს, მოკლედ ის რაც ზოგადად შეიძლება სამოქალაქო აზროვნება ბევრ ქვეყანას აკლია, რაღაც გარეთ რა ნივთიც არის, საგანიც არის, საერთო საკუთრება და არ უნდა გააფუჭო, აი იაპონიას აქვს. აქვს კი, იაპონიას აქვს, თუმცა იმდენად ბევრს შრომობენ, ხო? აი რასაც ვამბობ, იაპონიაში შეიძლება ეს ტექნოლოგიები იყოს ძალიან მისწრება რა. რომ შეუმსუბუქდეს ის რუტინული საქმე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ეს ტექნოლოგიურად წინ არიან. ძალიან ბევრს შრომობენ და ამას წინათ იყო რაღაცა ინტერვიუს წავაწყდი, მეც ადრე მქონდა საუბარი იაპონელთან, მან თქვა, რომ მაგალითად ევროპაში ურჩევნია მაგრამ ცხოვრება იქიდან გამომდინარე ჩვენთან არის ძალიან სტრესული ცხოვრება კი იქ არის რაღაცა ტერმინიც არსებობს რომ შრომისგან გადაღლილობა და გადამწვარი ადამიანი რო ხდებოდა კაროში ქვია ამას კი კაროში ხო თუ სწორად გამოვთქვი ახლა მაგალითად ევროპა წარმოიდგინე ევროპაშიც არის ხო ეს მაგალითად გერმანია არის ძალიან ისეთი შრომა განსაზღვრული ყველაფერი მაგრამ ეს გერმანიაში უფრო კომფორტულად გრძნობდა თავს ვიდრე იაპონიაში ანუ ეს ეგრე ხა ესპანეთში დასულიყო 64 მოიჩვენა. ხო ესპანეთში ხო, მაგრამ ის მაინც მოყვებათ რა. ანუ ეს ძალიან განსხვავებული თვისობრივი განსხვავება მე შეიძლება რაღაცა ფილოსოფიური ნაწილიც აი როგორც ვიშენ კონფუცი ხო, მას მოყვება თქვა ჩინეთში იქ როგორ ვითარდებოდა ქვეყანა მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა მის სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით როგორ ყალიბდება ერი, ხო? მაგრამ ნუ ფაქტია რომ ეს რუტინული შრომა რაც მოდით ესე ვთქვათ რომ აი რუტინული შრომა რაღაცა ტერმინი როცა გამოიყენება აღიქვება თითქოს რაღაც ცუდად მაგრამ თუ ესე გვერდიდან შევხედავთ ამ ყველაფერს ხო როგორ ზუმაუც გაუკეთებთ თუ რაღაცა დიდი სურათით შევხედავთ ხო შორიდან შევხედავთ რეალურად რუტინული შრომა შექმნა რაღაცა პროგრესი
ხო, რაც ინოვაცია არსებობდა, შემდეგ იყო რუტინული შრომა და მე ეს რუტინული შრომა ვიცით რომ 20 საუკუნეში მაგალითად აი წეღან რა თქვით, ტეილორმა დააორგანიზა ისე რომ ძალიან ეფექტური გახდა ეკონომიკა და შეიძლება თქვი რატომ თქვათ გაუსწრო ევროპამ ხო განვითარების კუთხით, იმიტომ რომ წარმოიდგინე ზედმიწევნი წამები იყო დათვლილი რა უნდა გეკეთებია ქარხანაში, ხო? მაგიტომაც გაუსწრო. თუმცა ეს ახლა რამდენად ბედნიერს ხდის ადამიანს, ეს კიდე საკითხი საკითხია და ახლა ეს ერთი ძალიან ისეთი ფრომის ნაწილი არის, რომ აი ზუსტად წეღანაც საუბარში მოვაყოლე, რომ აი რაღაცა ჭანჭიკი რო გახდება ადამიანი, იქ რაღაც ადამიანური ინდივიდუალიზმი უკვე ფსიქოლოგიურად ანუ ადამიანი როცა კარგავს ის შეიძლება მენეჯერი ითვლის რაღაცას მისთვის ეფექტურია, მაგრამ ეს ინდივიდუალიზმი რო ხრება ადამიანისთვის არის ძალიან სტრესული. და ფორჩი სხვადასხვა ქარხანა გარბოდნენ მუშები მაგის გამო და იმ პერიოდშიც ძლივს ახერხებდა იმ მუშახელის შეკრებას, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ძალიან ჭირდა ეს სამსახური, მაინც საშინელება იყო, კი წარმოიდგინე, რომ რაღაც ერთი და იგივე რუტინული სამუშაო, თუმცა ის ქმნის მაღალ პროდუქტიულობას და მაღალ პროდუქტიულობა კიდევ ქმნის რაღაცა დოვლას და შემდეგ იმ ქვეყანას ხდის დომინანტს. კი. სხვა შორის აი ამ ნაწილს რელიგიური კუთხით რო შევხედოთ, აი ძალიან საინტერესო პარალელი შეიძლება გავავლოთ იმასთან, რომ აი კაინი მაგალითად იყო მიწათმოქმედი. აი ბიბლიიდან რა და აბელი იყო მეჯოგე. თუ საკითხებს შეეხება. ხო, აბელი იყო მეჯოგე რა, ანუ ისე პროფესია. სხვარი ყავდა, ხო? საქონელი თუ სხვარი მეუღლეს მოსწონს და ხო და იქ ისეა გამოყვანილი, რომ კაინი იყო, ანუ კაინმა მოკლა აბელი რა. ანუ კაინი რაღაც უარყოფით პერსონაჟია, ხო და ეგ სხვა შორის არ არის მე მგონია რომ ეგ შემთხვევით არჩეული არ არის რა რადგან კაინი არ არის შემთხვევით მიწათმოქმედი იმიტომ რომ მიწათმოქმედების განვითარებული ფორმა არის აი ზუსტად ცივილიზაციის ეს ნაწილი ანუ შენაყოფ რომ რაღაცა ფორმის ალეგორია არის რომ მიწათმოქმედება არ არის მიწათმოქმედება არ არის ისეთი მაღალ შემოსავლიანი მოდი ესე ვთქვათ როგორც მაგალითად სხვა დარგი ხო არა მე რას ვიზახი იცი რომ თვითონ რელიგიური მხარე ანუ რელიგიური თვალსაზრისი მაინდა-მაინც კარგად არ უყურებს აი ამ ამბავს რა ზოგადად რა მიწათმოქმედებას და არა მარტო მიწათმოქმედებას აქ მიწათმოქმედება უბრალოდ ფორმით არის ანუ იმას აქვს ტექნოლოგიურ განვითარებას რა იმიტომ რომ რეალურად ტექნოლოგიურად განვითარებული უფრო მიწათმოქმედია ვიდრე მაგალითად მეჯოგი ხო იმიტომ რომ პრინციპში შეიძლება ვთქვათ რომ აი პირველი კაცი ვინც ასე ვთქვათ, რაღაც დათესა, დაელოდა მე მოიყვანა და ასე ვთქვათ, პროგრესის წინააღმდეგობა არის, ასე პროგრესსა და ადამიანის შორის წინააღმდეგობა რაც არის, ეს არის რაღაცა მოდელი, ალეგორიული მოდელი. ხო, ეს ძალიან ესეთ რთული საკითხია ხა რაღაც. ხო. ну, ყოველ შემთხვევაში მე იმიტომ აღნიშნე ეს, რომ მაინდა-მაინც ასე ვთქვათ, რაღაცა ანუ ერთ განზომილებაში განსახილველი აი მიწათმოქმედებასთან დაკავშირებით გეტყვი ხა ის შეიძლება მაგალითად ხო, ну ეგ ცოტა რთული საკითხია, მაგრამ ეს რო გადმოვიტანოთ ამ დღევანდელ რეალობაში, ხო, მაგალითად საქართველო არ არის ისეთი ქვეყანა, სადაც არ არის წილემიწიანი ქვეყანაა, ხო? კი, არის ნაყოფიერი მიწები, მაგრამ მთები მეტია. ხო, მთები მეტია, რელიეფია და რთულია დასამუშავებლად რა. ეგ მომენტი ეგ ნაწილი არსებობს. ამიტომ მან მაგ შეედარო და შეეჯიბა სოფლის მეურნეობაში ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის მაგალითად ყაზახეთი, თუნდაც უკრაინა და ბევრი ისეთი ქვეყანა, სადაც ეს ვაკე ნაწილი არსებობს, ძალიან რთულია. მაგრამ არის ისეთი ნაწილი მიწათმოქმედებაში მიუხედავად იმისა, რომ აი შეიძლება შენთვის არ იყოს ეს მოგებიანი, რაღაცა წილი შენ თვითკმარი უნდა იყოს, იმიტომ რომ რაღაც ხელოვნური ინტელექტით ვერ გამოიკვებები და რაღაცა ტექნოლოგიები, რაც არ უნდა მაღალ დონეზე უნდა გქონდეს. აი ეს ფიზიონომიური მოთხოვნილებები ფსიქოლოგიურად ვიტალური მოთხოვნილებები აუცილებელია რომ დაიკმაყოფილო და ეს რაღაცა დოზით არსებობს, მაგალითად 30-35% და ხორბალი უნდა აწარმოო 40%, ეს აუცილებელია, რაც არ უნდა შენთვის ხარჯიანი იყოს, ხო? შენი სასურსათო უსაფრთხოება არის და სასურსათო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ანუ ბევრი ყველა მიმართულებით. ქვეყანა თუ გინდა არსებობდეს რაღაცა დოზით თვითკმარი უნდა იყოს სურსათის კუთხით. აქედან გამომდინარე მიწათმოქმედებას თუ შევეხებით, ხო, მე მესმის რასაც ამბობ, კი, მაგრამ მიწათმოქმედებას თუ შევეხებით, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცნაირად არა ტექნოლოგიური შეიძლება იყოს თუ როგორიც არ უნდა იყოს, რაღაცა დოზით შენ უნდა იყოს თვითკმარი და შენ უნდა აწარმოებდე იმდენ პროდუქტს, რომ
გარკვეული რაღაც პერიოდი შეძლო შენი მოსახლეობის გამოყვება. თუნდაც ძალიან ძვირად დაგიჯდეს ეგ. იმის გამო რომ რაღაც იმპორტს აკეთებ იაფად, შიდა დარგი და სუბსიდირება უნდა გააკეთო. არ უნდა მოკლა. აი მაგალითად ყველა ქვეყანა ცდილობს ახლა მაგას. ხო, აი ამერიკაც კი ყველაზე მდიდარი და განვითარებული ქვეყანა შეიძლება, მაგრამ მიწათმოქმედება ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს და ფაქტობრივად მიწა არ აქვს დატოვებული ესე რომ ის არ იყოს. რაღაც კულტურა არ იყოს ზედ გამოყენებული. არა, მე დავაზუსტებ რაღაც ის რო არ გამოიწვიოს გაუგებრობა ამან. მიწათმოქმედებაში მე გულისხმობ იმას, რომ მიწათმოქმედება არის სინამდვილეში ცივილიზაციის დასაწყისი. ანუ პირველი ნაბიჯი გადადგმული ადამიანმა პირველი ნაბიჯი გადადგა ცივილიზაციისკენ ზუსტად იმით, რომ რაღაცა დათესა და მე დაელოდა და მოიყვანა ის რა, მაგის თქმა მინდა. ანუ იდეაში ქმედება, რომელიც არის აი ესეთი იმით განპირობებული, რომ მე ახლა დღეს რაღაცას ვაკეთებ და 8-9 თვის მერე ამ გაკეთებული შედეგს ვიღებ, ეს ზოგადად პირველი ამის საფეხური იყო ზუსტად ის, რომ მიწათმოქმედებით დაიწყო და ეს უბრალოდ მე აი ამ გავიდა, რა ვიცი, ამდენიმე 10-12,000 წელი გავიდა მიწათმოქმედების და მე გავფრინდით მთვარეს. ხო და დაახლოებით ეს. კი ეგრეა რა და აი იმ კაცს რო ეგ ვიღაცას არ ვიცი ვინც ეგ გააკეთა ან იმ ჯგუფს ეგ რო არ გააკეთებინა 12,000 წლის შემდეგ ჩვენ მთვარეზე ვერ გავფრინდებოდი. აი მაგ როგორი ისტორიული ისინი იცი მაგალითად მიწათმოქმედებამ რა გამოიწვია ხო ადამიანი რეალურად ხო საკვების მოპოვებას ცდილობდა შემგროვებლობით და ნადირობით. დაყოფილი იყო საინტერესოა ხო მაშინაც დაყოფილი იყო ეს შრომა ანუ ვიღაცა აგროვებდა რაღაცა კინკრას თქვა და ვიღაცა ნადირობდა ხო ის დაყოფილი იყო მამაკაცები ძირითადად ფიზიონომიური აღნაგობის გამო რაღაცებს ებრძოდნენ ხო ტყეში რაღაცა ნადირი მოეკლათ. ეს როდესაც ასე ვთქვათ ბუნება დაიმორჩილეს და განსაზღვრეს უფრო ცხადი გახდა მათთვის რამ მოსავალს მიიღებდნენ საკვები ჰქონდათ რეალურად გარანტია საკვების მიღება და დასაწყობება და დარეზერვება გარანტირებული გახდა და ამან გამოიწვია შემდეგ მოსახლეობის რაოდენობის ზრდაც რა თქმა უნდა ცივილიზაციას ეგ კი კი ცივილიზაციის ზუსტად ეგ მომენტი ეგ ნაწილია როდესაც უკვე იწყებს მე განვითარებას რა რაოდენობაში გაიზარდა უფრო მეტი ადამიანი გაჩნდა უფრო მეტად მოხდა ამ ყველაფრის ასე ვთქვათ გაფართოება და ამგვარად საკვები აღარ გახდა ისე რომ მაგალითად დღეს დამოკიდებული იყო შენ მაგალითად ნადირობა არის ძალიან ისეთი აი როგორც ცხოველური დონეზე ვიყავით მაშინ იმიტომ რომ შეიძლება მოკლა ნადირი ან არ მოკლა და შესაბამისად ხო ვერ განვითარდება ხო ვერ განვითარდება იმიტომ რომ როდესაც არ არის სიცხადე და სტაბილურობა იქ ვერც მეცნიერება განვითარდება და ვერც ადამიანი განვითარდებოდა ხო ნუ ცეცხლის შემდეგ შეიძლება ითქვას რომ აი მოშინაურება ხო რაღაცა შინაური ცხოველი ცხოვარყული სტაბილურობას იძლეოდა ხო სხვადასხვა ფერმა ხო ფაქტორად ფერმა ამიტომ იქაც რაღაც საკვების დარეზერვება მოხდა განსაზღვრა მოხდა ასე ვთქვათ სოფლის მიწათმოქმედებაში და ეგვიპტეში მაგალითად მიწის მონაცვლეობები ხდებოდნენ და აი დაგრო ემპირიული ცოდნით აი ეს მნიშვნელოვანი აგრარულ მეურნეობას ეწეოდნენ და რამაც სადაც არის სტაბილურობა იქ მე განვითარებაც მოყვება კი კი ასტაბილურდა რაღაც ნაწილი და უკვე განვითარება თორე ეხლაც ისე რომ ტყეში მაგალითად ნადირი გვეძებნა ალბათ ვერ განვითარდებოდი ხო ზუსტად იმ საფეხურზე ხო განსაზღვრულობა სადაც არ არის აი ხა განსაზღვრულობა ეხლაც არ არის ხო ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით მაგრამ იმ ნაწილში არსებობს განსაზღვრულობა რომ ჩვენ გვაქვს უკვე გამოცდილება იმ პერიოდში ადამიანს ხო არ ქონდა ისეთი გამოცდილება თან დამწერლობაც არ არსებობდა ეხლა ჩვენ გვაქვს გამოცდილება ამ საუკუნეების განმავლობაში ვახსენეთ ინდუსტრიული რევოლუციები და შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ რომ შესაძლებელია ეს მოხდეს შესაძლებელია აი სამუშაო საათები შემცირდეს ან სახელმწიფოს როლი გაიზარდოს უფრო მეტად იმიტომ რომ მაგალითად ვთქვით რომ მეტი გადასახადი ქონდეს აი თითოეულ ადამიანის ჩანაცვლებელ რობოტზე ამაზეც ხო საუბარია ზოგადად ჯერ არაფერი არ არის ცნობილი ხო და ადამიანისთვის ის რასაც მიისწრაფის ადამიანი რომ მეტი დრო გამოუნთავისუფლდეს აი პირადი ცხოვრება და სამუშაო ცხოვრების ბალანსის ძიებაშია ხო ადამიანი ყოველთვის აი პირადი ცხოვრებისთვის უფრო მეტი დრო გამოუნთავისუფლდეს და პირიქით ძალიან კარგი იყოს ამ ყველაფრის დანერგვა თუმცა ეს მე მგონი ძალიან საწყის ეტაპზე ვართ ახლა და ამის ინტეგრაცია ისე ფართო მასშტაბით საქართველოს ყოველ შემთხვევაში არ ხდება სადღაც შეიძლება დაწყებულია ნუ მოკლედ რაღაცა დოზით მაგრამ იმ გაქანებით და ხო იმ გაქანებით რომ ახლა ეს ყველაფერს ასე თქვა თავდაყირა დააყენებს ეს არის ვარაუდი ჯერჯერობით კი ბატონო კი ხო რა თქმა უნდა ეს ვარაუდია და შეიძლება რაღაცები სწორად დავინახოთ შეიძლება რაღაცები დავაკლოთ
და შეიძლება რაღაც ისეთი ფაქტორებიც არსებობდეს ამ მიმართულებით, რომლებსაც ახლა უბრალოდ ვერ ვხედავთ, იქიდან გამომდინარე, რომ ინფორმაცია არ არის საკმარისი. ალბათ ეს ინფორმაცია გაიზრდება, რაც უფრო მეტად ასე ვთქვათ, მეტად რაღაცები მოხდება ამ მიმართულებით წინ წავა საქმე და რა თქმა უნდა, 1-2 წლის შემდეგ, ან 5 წლის შემდეგ კიდევ უფრო ნათელი გახდება თუ რანაირი იქნება ახლა მომავალი. ახლა ძალიან დიდი მადლობა, რომ დრო გამონახე და ესტუმრე. იმიტომ რომ ჩემთვის ეს თემა ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი იყო და საინტერესო იყო. და იმედია მაყურებელიც მაყოფილი დარჩება თემის შერჩევით პირველ რიგში და უკვე რაც ვისაუბრეთ. მადლობა ლევან, პირიქით. ახლამდე ის კარგად გრძელდება.